პრინციპში ძალიან დიდი ხანია საახალწლო ბაზრობა ესეთი ფორმატით არ ჩატარებულა. ძალიან გვიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში დაფუძნდა ჩვენი ასოციაცია, ძალიან აქტიური დატვირთული წელი გქონდა და საახალწლოთაც ვახერხებთ, რომ ექსპოს მე-4 და მე-5 პავილიონში უმასპინძლოთ საახალწლო წიგნის ბაზრობას. საახალწლოდ კი ჟღერს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საახალწლო მიმართულების. ბევრი საინტერესო წევრი გვეყოლება, როგორც გამომცემელი, ასევე მეწარმეები და მოსუსტუმრებს ექნება შესაძლებლობა, რომ იყიდენ სხვადასხვა საჩუქრები. თუმცა ასევე გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ. და ეს პროგრამა არის როგორც დასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. დასრულებისთვის იქნება როგორც ახალი წიგნების წარდგენა, ჩვენი ახალი წევრებით შემოერთებიან. გვიხარია, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ახალი ნიშური გამომცემლებებიც ჩნდება და ისინიც გამოდიან უკვე ამ ბაზარზე. ასევე გვექნება ძალიან დატვირთული და საინტერესო საბავშვო პროგრამა. გვეყოლებიან პროფესიონალი აღმზრდელები, რომლებიც ბავშვებს მიიბარებენ საახალწლო ბაზრობაზე და ისინი იზრუნებენ, ასე ვთქვათ, მათ შემეცნების, სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობის ჩატარებაზე. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე პროგრამის ფარგლებში შევეხებით მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ვერანაირად ვერ გაიმიჯნება წიგნის სექტორისგან. ეს არის მიმდინარე განათლების რეფორმა და ეს არის მიმდინარე რეფორმა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და გვექნება ორი ძალიან საინტერესო დისკუსია წამყვან ექსპერტებთან ერთად და იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს, რა ხდება ამ კუთხით, რა ცვლილებები, გეგმება და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩვენს რეალობაზე. ველოდებით ჩვენს მოკლედ აი ამ საახალწლო ბაზრობაზე, სადაც ესეც სერიოზულ თემებსაც შევეხებით და ასევე უკვე რაღაცნაირი ტრადიციად დამკვიდრდა. ჩვენ საგამომცემლო სექტორს ძალიან კარგად ახსოვს მედიის მხარდაჭერა, საგამომცემლო სექტორს ძალიან კარგად ესმის, რამხელა წვლილი მიუძღვის ზოგადად მედიას, ასევე ჩვენი სექტორის განვითარებაში და ჩვენ ისევ ვერთვებით სინამდვილე მედიის მხარდამჭერ კამპანიაში, ჩვენი წევრები ისევ ვერთვებიან ამ კამპანიაში, ისევე როგორც ნოემბერში და ესეც იქნება ჩვენთვის ესეთი წამყვანი და მნიშვნელოვანი მიმართულება და ასევე რა თქმა უნდა შევეხებთ პროგრამაში პოლიტპატიმრებს, გვექნება ყოფილ პოლიტპატიმრებთან შეხვედრები და ასევე წერილების კითხვა. მიხეილ, თეონემ ახსენა ნიშური გამომცემლობები, სწორედ ასეთ გამომცემლობას წარმოადგენს თქვენი ახლად შექმნილი, სექტემბერში შექმნილი გამომცემლობა მატარებელი. ზოგადად აი დავიწყოთ იმით, რომ ამ ჟანრის არჩევა რატომ გადაწყვიტეთ და მას შემდეგ რა გამოეცით და რითი ხართ წარმოდგენილები საახალწლო ბაზრობაზე? კი ბატონო, მოკლედ ამ ჟანრის არჩევა გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, მაქვს შესაბამისი ცოდნაც. კომიქსებზეა საუბარი. კომიქსებზე ზოგადად გრაფიკული ლიტერატურა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კომიქსები, გრაფიკული რომანები და რა ვიცი, ალბათ მაყურებელმა და მკითხველმა კარგად იცის ისეთი წიგნები, როგორც პერსეპოლისი, მაუსი, რომელიც ჩემი თარგმანები არის, მაშინ სულ აკაურთან თანამშრომლობდი და მოკლედ რაღაცნაირად ყოველთვის მქონდა სიყვარული და ვნება ამ ჟანრისადმი ლიტერატურაში და რაღაცნაირად ის მქონდა კიდე გაუცხოება მე ინდუსტრიასთან იმ მომენტში, რომ ყველაფერს ეწევა აბსოლუტურად ყველა სიახლეს ეწევა ევროპულ სალიტერატურო ბაზარში ქართული საგამომცემლო ინდუსტრია, მაგრამ გრაფიკული ლიტერატურა ყოველთვის რაღაცნაირად დიდ იგნორში რჩებოდა. და არ იყო ხოლმე გამოცემული არა მხოლოდ კლასიკა, არამედ რავი თანამედროვე პოპულარული გრაფიკული რომანებიც სრულიად, რა ვიცი, უცხო იყო ქართველი მკითხველისთვის და მე რო კითხულობდი, მას სულ მინდოდა რომ ესეთი ლიტერატურა ქართულ ენაზეც ყოფილიყო და აი ეს რაღაცა ოცნება თუ რაღაცა ჩემი სურვილი რომ გამომცემელიც ყოფილიყავი კომიქსების წელს მოდი მე განახლა ან არასდროს ამ კრიზისის ფონზე დავიწყოთ თქო და გამოვიცით ამ ეტაპზე 3 წიგნი. პირველი 2 იყო ჩვენი გამხსნელი წიგნი, ეს არის Kinderland-ი, გერმანელი ავტორის მავილის საბავშვო რომანი, რომელიც მოგვითხოვს ბავშვების ცხოვრებაზე აღმოსავლეთ ბერლინში და მგონია რომ ქართველი მკითხველისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროს მკითხველისთვის ძალიან ნაცნობი გარემო არის. აქ აი ფანტასტიკური წიგნია. გრაფიკული რომანი არის კი 4 ფერში, რაღაც სრულ ფერებში ნახატი. ამისთვის ჩვენი ყველა წიგნებისთვის ვქმნით განსაკუთრებულ ექსკლუზიურ ფონტებს, სხვადასხვა ასოთ მხატვრობის ნიმუშებს, ქართულად რომ კარგად იყოს გამოცემული დიზაინი, რომ იყოს სრულიად უმაღლესი ხარისხის ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ხოლმე და გვექნება Kinderland-ზე საუბარი საახალწლო ფესტივალზე, მთარგმნელთან და მასწავლებელთან ერთად ვისაუბრებთ, ასე წერალი თამარ გეგეშჩესთან ერთად ვისაუბრებთ, რომ აი წიგნის მთავარი თემა რაც არის მოზარდის თვითგამორკვევის პროცესი, როგორი ემთხვევა ქვეყნის თვითგამორკვევის პროცესს. კი, ასევე. და მე შემდეგ გვექნება უკვე ლაივ კითხვის სესია, რაც ჩემი ასევე დიდი სურვილია, რომ მსგავსი სტილის პრაქტიკები დავამკვიდროთ
ქართულ წიგნის ინდუსტრიაში, საგამომცემლო სივრცეში, რომ რაღაცა სტანდარტული წიგნის პრეზენტაციები კი აღარ გქონდეს, არამედ რაღაცნაირად ეს ამხელა მდიდარი ვიზუალური მასალა რო არის, მოდი კარგად ავითვისოთ ეს მასალა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ავითვისოთ კარგად და Kinderland-ი ამის შესაძლებლობას იძლევა. ქართულ ავტორებსაც არ ვტოვებთ ხოლმე ეს უყურადღებოდ, მინდი არაბულის საუკუნო უკუნი გამოვიცით და ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე პოპულარული წიგნი არის. და იმედი მაქვს რომ ესე გააგრძელებს და იმედი მაქვს რომ კიდე სხვა ქართველი ავტორები შემოგვიერთდებიან ამასობაში მატარებელში მგზავრობაში და ბოლო წიგნი რაც გამოვიცით არის ჯოსაკოს კლასიკოსი ავტორი არის ჯოსაკო ჩეჩნეთის ომის ჩეჩენი ქალების არის დოკუმენტური პროზა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი არის ჯოსაკო რომელმაც ამ წიგნის შემთხვევაში იმოგზაურა ინგუშეთში ბანაკებში და დევნილ ჩეჩენ ქალებთან ჩაწერა ინტერვიუები და ამ ინტერვიუებზე ვნობით შექმნა მე კომიქსი ზოგადად ომის რეპორტიორი და კარიკატურისტი არის აქვს გენიალური წიგნები პალესტინაზე ბოსნიაზე ინდოეთის გარკვეულ რეგიონებზე მიგრანტთა კრიზისზე ხმელთაშუა ზღვაში და ესე გამხსნელად ამ ავტორის შემოსაყვანად ქართულ თარგმანებში ავრჩეთ ჩეჩნეთის ომის თემატიკა უფრო ნაცნობი გარემო არის ჩვენთვის და რა ვიცი ამ ეტაპზე კმაყოფილი რომ ჯერჯერობით პრეზენტაცია არ ყოფილა ამ წიგნის იქნება წიგნის ფესტივალზე თუმცა მაინც პრეზენტაციის გარდაც ნელ-ნელა რაღაცა მცირედი ცნობადობა უკვე აითვისა ამ წიგნმა და რა უკმაყოფილები ვართ. თეონა, რა მოსწონს და რას ეძებს მკითხველი? ფესტივალების გამოცდილებით შეიძლება ამის ერთგვარად შეჯამება, ან სტატისტიკა თუ არსებობს, რა ტიპის ლიტერატურაზეა მეტი მოთხოვნა, რა იყიდება უფრო მეტად. ფასდაკლებები არის ხოლმე ამ პერიოდში და რაღაც მთელი სიით მოდიან ხოლმე მკითხველები, წინასწარ გამზადებული და როგორი ტიპის წიგნები მოსწონს მკითხველს თქვენი დაკვირვებით და საერთო შეჯამებით? სამწუხაროდ ეს ზოგადი სტატისტიკა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი წევრი გამომცემლები თვითონაც აწარმოებენ ამ სტატისტიკას, თუმცა ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას მინდა გავუსვა ხაზი, რაც აი ნოემბერშიც გამოჩნდა, რომ ანუ ადრე იყო ხოლმე ძალიან ხშირად, რომ უფრო თქვათ რაღაცა კლასიკას ეტანებოდა მკითხველი და თანამედროვე ქართულ მწერალს როდესაც ხედავდა, აი ნაკლებად უწევდა თითქოს გული და ეს შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ისეთი ბესტსელერების გვერდით, როგორიც შეიძლება იყოს რაღაც ჯეიმ ჯოისის ახალი თარგმანი, ასევე არიან თანამედროვე ქართველი მწერლები და ეს არის ვფიქრობ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ტენდენცია და ვისაუბრეთ ასევე ხო ამ ახალ გამომცემლობებზე. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მკითხველიც აი ამ კრიზისში არის და ეს განსაკუთრებით ეთყობა იმასაც, რომ აი აპრილის წიგნის ბაზრობაზე 30,000 ვიზიტორი ყავდა. ეს იყო ძალიან მაღალი. მოულოდნელი იყო ეს რაოდენობა? მოულოდნელი ან მოულოდნელად ბევრი იყო აი ამის კითხვა. მოულოდნელად ბევრი რთულია რა ვთქვათ, რომ მოულოდნელად ბევრი იყო, მოლოდინი გქონდა, თუმცა რაღაცნაირად აი ამ სოლიდარობის განცდამ უფრო მეტად შექმნა ეს სიბევრეც და ეს ჩართულობაც, ხო, იმიტომ რომ ეს სექტორი რაღაცნაირად იქცა ხიდად ადამიანებს და ესე ვთქვათ, აი ამ დისკუსიის შესაძლებლობა მიეცათ ადამიანებს და ანუ ხიდი არის, სადაც შეგიძლია რომ ყველაფერზე ისაუბრო უფრო თავისუფლად, ხო, ანუ რაღაც დიდი წილი აი ამ არაფორმალური განათლების ნელ-ნელა გაქრა, თუმცა ჩვენ დავრჩით და ვცდილობთ, რომ აი ეს სივრცე რომელიც დარჩა შევავსოთ ზუსტად აი ესეთი ტიპის ღონისძიებებით და ვფიქრობ, რომ ამანაც აჩვენა, რომ ეს არ არის მხოლოდ სოლიდარობა, ან წიგნებისადმი ინტერესი არ შეწყდება, განათლებისადმი ინტერესი არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს. ნოემბერშიც ძალიან მაღალი იყო ჩართულობა და რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, რაზეც საუბრობ, რაზეც დავიწყე საუბარი არის ის, რომ აი ამ კრიზისის მიუხედავად ჩნდება ახალი გამომცემლობები და ჩვენ ბოლო პერიოდში 5 თუ 6 ახალი წევრი დაგვამეტა, რომლებმაც წელს დაიწყეს მაგალითად შარშან დაიწყეს საგამომცემლო საქმიანობა, რაც ვფიქრობ, რომ გვაჩვენებს იმას, რომ რაღაცნაირად ეს ბრძოლა ამ სექტორზეც გადის დიდწილად, ესე ვთქვათ, თავდადება ამ სექტორზეც გადის და ამას ვხედავთ, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენების ფონზეც, როდესაც ჩვენი კოლეგები არიან პოლიტპატიმრები, იყვნენ პოლიტპატიმრები, ხო, ანუ რა თქმა უნდა, ესეც რაღაცა ბრძოლის ესკალაციის მაჩვენებელი არის და ჩვენი მკითხველი რჩება ჩვენი ერთგული მიუხედავად აი ამ კრიზისებისა და მიუხედავად აი ამ გამოწვევებისა და ამას ვხედავთ აი ამ ფესტივალებზე. ზოგადად აი ერთსავამატების სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომ დიდი ხანია კვლევები არ ჩატარებულა ქართული წიგნის ინდუსტრიაში, მაგრამ აი ყველა კვლევა და ყველა ზოგადად რასაც უყურებ დაკვირვებითაც ცხადი არის, რომ მეტწილად ქართული საგამომცემლო ინდუსტრია აი მკითხველის ერთგულებას
მშვიდობაზე და ლოიალურობაზე დგას ფაქტობრივად, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ რაღაცა ძალიან დიდი ტირაჟები და არ არის მკითხველის ძალიან ესეთი ფართო რაოდენობა არ არის, მაგრამ რაც არის, აი ეს მუდმივად არის ფაქტობრივად რაღაც ბირთვი არის და ძალიან ლოიალური რჩება საგამომცემლო საქმისადმი, ლიტერატურისადმი, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცემა.